6 მაის მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით გურჯაანის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში მამა ილია ჭოველიძემ წირვა აღავლინა. საკვირველ მოქმედით და ძლევამოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. გიორგობა წელიწადში ორჯერ 23 ნოემბერს ბორბალზე წამების და 6 მაის წმინდანის აღსრულების დღეს აღინიშნება. წმინდა გიორგი გვახსენებს თუ რა არის ნამდვილი მართლმადიდებლობა. რას ნიშნავს ნამდვილი მართლმადიდებლობა? ეს არის სიყვარული უფლისა, მორჩილება ღვთის სიტყვისა. პირველ რიგში არა ადამიანის, არამედ მორჩილება ღვთის სიტყვისა, დედა ეკლესიის კრებისა და იმ გადაწყვეტილებებისა, რასაც დედა ეკლესია წმინდა კრებებმა გადაწყვიტა 7 მსოფლიო კრება არსებობს. ყველაზე დიდი ჭეშმარიტება ეს არის ქრისტე და ჩვენ უნდა ვიყოთ ახლოს ქრისტეს სიტყვასთან. თუ ქრისტეს სიტყვასთან ჩვენ არა ვართ ახლოს, ყოველთვის შევცდებით. ყოველთვის არასწორად შეიძლება მოხდეს ჩვენი გავლა. ამიტომ მეტად ახლო გჭირდება ქრისტესთან ყოფნა. მეტად ახლო გჭირდება და ეს ცხოვრებაში უნდა გაატარო, როგორ უნდა გახსოვდეს გულში იმის სიტყვა და ისე უნდა წარმართო შენი ცხოვრება. და როცა თუ დაგიდგა ის დრო, რომ გადაწყვეტილება მიიღო, უნდა მიიღო გადაწყვეტილება. აი ეს არის მართლმადიდებლობა ჩემო ძირფასო. რთული არ არის ადვილი, ძალიან რთულია, მაგრამ რაც უფრო რთულია, მით უფრო ნეტარია. სიმართლის გულისთვის ყველაფერი დათმეს ხალხმა და აგეც წმინდა გიორგიმ თავის სიცოცხლე დათმო. ჩვენც მაგისთვის მზად უნდა ვიყოთ, თუ ეს წუთით და ეს წამი დაგვიდგება. მერთმა დაგლოცოთ, წმინდა გიორგიმ დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო და მოგწეს აი ეს სიტყვა ჭეშმარიტებისა და მართლმკვეთელური ცხოვრების ესეთი მიმართულება რა ჩვენ ცხოვრებაში, რომელიც არის ქრისტემდე მიმყვანებელი. მერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.